დეკემბრის ბოლო ღამე 1993 წელი, როცა ქვეყანა შამპანურის ბუშტებით და საყვირის წვიმით მოდგა ახალი იმედის სურბლზე, იქ ჯიხაშკრის პატარა ოთახში რაღაც ეგონებოდა დაკარგულთან დაკავშირებულ სხვა ჩურჩულებით დაფარულ რეალობას, იქ, სადაც მთავრობის გზები ბლოკირებული იყო და გმირების იალქანი უკვე ღია ჭრილობებს მოკიდებული, გამოიძახეს ამ ადგილის დაგროვებული არქივი, პატარა ქუთუთოსნიერი ფურცლები, იარაღისკალი და სამედიცინო ჩანაწერები, რომლებიც არ უნდა არსებობდნენ. ეს ნივთები იყვნენ ყვითელი ფერის ფურცლები მოიმისრებულ ლათინურ ენაზე აღრიცხვით, ჯალღიანფერი ბეჭდებით და უხილავი მასშტაბის გრაფიტით და სწორედ იმ ღამით, როცა საათები ჯერ კიდევ ათეულზე არ იყო ჩასახმელი, ეს მტკიცებულებები გაქრა, ისინი გაქრნენ ისე, თითქოს თავად ღამე მიირთმევდა მათ. ვინ წაიღო ისინი? პასუხი, თუ ოდესმე გამოჩნდება, ეხება არა მხოლოდ ქაღალდის ნაჭრებს, არამედ ჯიხაშკარში დაკრძალულ ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სიმართლეს. ჩემი ხმა არ ჩამოერთმევა, რადგან წინ დიდი საქმე დგას, ჩვენ შევჩერდებით არა მხოლოდ იმ წყლის წვეთზე, რომელიც იქ დაეცა, არამედ იმ წყლის წყაროებზე, რომელთაც სიცარიელესა და სიცრუეს შორის წყვეტდნენ. შევეცდებით ამოიკითხოთ პატარა ბეჭდების ფერები, ტექსტების ნაჭრები, იმ ნემსისა და კვალი, რომლის ბოლოსაც ეიფორია იდგა, ან ფარული პოლიტიკური ბრძოლის დასაწყისი. მაგრამ აქვე უნდა ითქვას, ეს დოკუმენტები, თუ მართლა არსებობდნენ, ამოღებულია ისე, თითქოს მათი არსებობა იყო დანაშაული, მათი გაუჩინარება კი შეეძლო ადამიანის სიცოცხლეს. ეს აზრი, რომ ერთი ფურცელი შეიძლება წყვეტდეს ისტორიას, ახლოს არის პარანოიასთან, მაგრამ ასევე ახლოსაა სიმართლისთან, და ვიდრე ჩვენ წავალთ დასკვნამდე, ეს კითხვა ჰაერში ჩაყინებული დარჩება, ვის აწყობდა, რომ ეს მტკიცებულებები ამ წუთებში გაქრნენ. იმ ადგილს, სადაც ისინი იპოვნეს, ამოაცილებს დრო, ეს იყო პატარა სახლი ჯიხაშკარში, კარლოღუას სახლობა, რომელსაც ჰქონდა თეთრი მტევანი და დაბურული კარები, მაგრამ მის მეორე სართულზე იყო ოთახი, რომელსაც ახლა ყველა ორი სახელი აძლევდა, ერთი, როგორც ბოლოს აპყრობილი, მეორე, როგორც საწყისი ადგილსამყოფელი საიდუმლოებათა. აქ შეგხვდა მცირე რაოდენობის ნივთი, ერთი სტეჩკინისთვის დამახასიათებელი ფუძე, ერთი ბალიში შიგნიდან მშვიდად დაუსი და რამდენიმე ფურცელი, რომელთაც ბოლო გვერდზე ბეჭედი ჰქონდა, ბეჭედი, რომელიც მიუთითებდა პირად, არასაჯარო დოკუმენტზე. ეს ბეჭედი იყო ღია წითელი, თითქოს ყველას დაეტყოს, რომ ფიცი იქნა გაჟღერებული. ვინ აფიქსირებდა ასეთ ფიცს, ეს კითხვა ახლა ნელ-ნელა გამოჩნდება პასუხად, თუ გავადევნებთ ბეჭდის კვალს. ჩვენ არ გვაქვს სრული არქივი, ამის ნაცვლად გვაქვს ფრაგმენტები, ისეთი ფრაგმენტები, რომლებსაც გადააქვთ ისტორია ერთი მიმართულებით ან, შესაძლოა, სრულიად შეცვლიან მას. ერთმა ასეთი ფრაგმენტმა, რომელსაც ჩვენ ახლა ვკითხულობთ, ლექსის მსგავსი ფურცელია, სადაც არის სიტყვები, რომ საქართველოს ფეხებზე დევს ჯილა და ხალხის ხმაურია გაჩერებული. ეს ფრაზა, ეს დრამა, იწვევს კითხვა, რომელიც მეტისმეტად საშიშია, არსებობდა თუ არა დოკუმენტი, სადაც მოთხრობილადაა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი გეგმები, მისი შიშები, იყო თუ არა ჩანაწერი, რომელშიც საუბრობდა მის მიერ დაგეგმილ გამოსვლაზე ან შესაძლო გაქცევაზე, და რა არის ყველაზე შემაშფოთებელი, თუ ეს ჩანაწერები ნამდვილად იპოვნეს, მაშინ რატომ გაქრნენ ისინი იმავე ღამეს, როცა გასროლის ხმა გაისმა? პირობა, რომ ადამიანები, ვინც დღემდე საუბრობენ, იხსნიან იყო თუ არა ეს ფურცლები არის შეზღუდული. ზოგი ამბობს, რომ ეს უბრალო რამ იყო, მემორიალური ჩანაწერები, რამდენიმე პირადი ნაჭერი, სხვები, რომლებმაც ნახეს ის მცირე შეხორცებული სიდიდე, ამბობენ, რომ იქ იყო სამედიცინო ჩანაწერი, რომელშიც შეტანილი იყო მკაცრი სახელები და დოზები, სია, რომელიც აჩვენებდა, რომ მის ჯანმრთელობას ვინმე აკონტროლებდა და ვინმეს ჰქონდა წვდომა იგი. და ისევ, აქ ჩნდება ძირითადი კითხვა, თუ ამ ჩანაწერების არსებობა ოფიციალურად აქამდე არ აღიარებულა და თუ მათი აღმოჩენა მიბმული იყო მხოლოდ იმ ღამით, მაშინ ვინ იღებდა გადაწყვეტილებას მათ მოშორებაზე და რატომ? ან იქნებ თავად ჩანაწერები აღმოჩნდა ისეთი, რომ მათი შეცვლა ან გაუჩინარება უფრო მარტივი ჩანდა, ვიდრე მათი გამოქვეყნება. ამ საიდუმლოთი დაწყებული ამბავი არის შეკერილი საყრდენით ისეთ კითხვაზე, რომელიც ერთბაშად აცდენს იმ სამყაროს, სადაც ყველაფერი აშკარაა და სამყაროს, სადაც მხოლოდ ფრაგმენტებია. ახლა როცა დილის მომსვლისგან მხოლოდ ყინული დარჩა და ქუჩებში ზეიმი გრძელდებოდა სხვა არსებობისთვის, ჩვენ ვრჩებით იმით, რისი წაკითხვაც ისევ არ შეგვიძლია. იმ ღამის ბევრი ფურცელი გაქრა, ისე თითქოს ის ფაქტებიც ანთებული ჰქონდა ვიღაცას. ვის აწყობდა ეს მეთოდი და რა ფასად გადაეყარებოდა ამის საფასური ქვეყნის მომავალს? ჩემი ხელები აკანკალებს და დაბნეულია და მე არ ვიცოდი, დარჩებოდნენ თუ არა იმ საღამოს ცოცხები, ამბობს ერთი მოწმე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არ გამოსულა საჯაროდ, მისი სიტყვები ბზარავს. ეს არის ხმის პირველი ჩახლეჩილი სიმღერა, რომელიც მრავალი წლის შემდეგ გვაძლევს საშუალებას შევხედოთ იმ უკანასკნელ საათების გაფანტულ სილუეტებს, რომლებიც მან და მისმა თანმხლებებმა ნახეს.
ამოწურული, თუმცა ცხელი გარდამავალი სიცარიელე, ეს არის მოწმის მიმართვა, რომლის ხელშია რაღაც, რაც მეტის მეტად მნიშვნელოვანია, რათა მხოლოდ დახურულ ოთახში დარჩეს, და სწორედ ეს მოწმის მონათხრობი გვიბიძგებს შევეხოთ მეორე მთავარ ხაზს, საიდანაც იწყება სხვა სახის სინათლე. ეს ადამიანი, რომელსაც ჩვენი ჩანაწერები მიეწერება, არის თავისთავად ნაწილობრივ კონფლიქტური ფიგურა, პირდაპირი და მრავლისმომცველი, ერთდროულად დაგეგმილი და მოულოდნელი. მან თქვა, მე მეგონა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით და ამ სიტყვაში არის მთელი მოწყალება და იმედგაცრუება, რომელიც არ იძლევა საშუალებას უბრალოდ დაივიწყო. მისი დეტალები, რა მოემზადა, როგორ მოიქცა, ვინ მისცა ბრძანება, დარჩა შესარჩევად. ჩვენ გვაქვს მხოლოდ მისი ხმა და ხმის ამოწურვისა, რომელსაც მოყვას უთქვა და დუმილი, ვხედავთ ხმადაბლა გაჟღერებულ წინათგრძნობას, ის იცოდა, რომ არ იქნება დილა, ეს წინათგრძნობა, ეს შინაგანად მაცდური განცდა, ექნება ჩვენთან მთლიანად ამ სერიის განმავლობაში. ეს არის ტიკ-ტაკი, სულ მცირე, ის 1 საათის და 1 ღამისა, რომლის შესახებაც გვპირდებიან, რომ მოგვიყვებიან მომენტურად, წუთით წუთზე. მაგრამ სანამ მივყვებით წუთთა ქრონოლოგიას, უნდა აღვნიშნოთ მთავარი კონტრასტური ხაზი, ისნაირ ნihili, რომლითაც ცხოვრება და სიკვდილი ცვივა ერთმანეთად, განსაკუთრებით ახალი წლის ღამეს, როცა გარეთ მსვლელობა ზეიმობს ოქროს და ფიფქის მსგავსად. იმავე ღამეს, როცა ხალხი კანტიკით უზეიმობს ახალ წელს, პატარა ოთახში, რომლის ფანჯრებიდან თოვლი ფრთხილად ჩამოდის, ზვიადი გამსაურდია, ადამიანი, რომელიც ერთხელ იყო ქვეყნის სახე და სიტყვა, იჯდა უღონოდ, უპატრონოდ და მის გზა შეწყდა. მისი ერთადერთი თანხლები პირები იქ იყვნენ, პრემიერ-მინისტრი, რამდენიმე დაცვის წევრი და კარლო ღუა, და მათთან ერთად იყო და დუმილი, რომელსაც თან ახლდა შეშფოთებული გულის ფეთქვა. ეს კონტრასტი, ხალხის მხიარულება და მისი მარტოობა, არის ის მომენტი, რომელიც გაივლის ჩვენს საუბრებში, კვლავ და კვლავ. ნამდვილად ეს ყველაფერი აისახება უფრო ფართო კონტექსტში, როცა ადამიანი, რომელსაც მთელი სახელმწიფო დაეყრდნობა, უხეშად გამოყვა საკუთარი სახლიდან, დაჭრილი სამხედრო თუ პოლიტიკური ოდენობით. ამ ყველაფრის ფონზე საქმე არ ეხება მხოლოდ მის სიკვდილს როგორც ინდივიდუალურ ტრაგედიას, ეს მეტია, ეს არის გაცემა მთელი ქვეყნის ორკესტრში იმ მომენტის, როცა სახელმწიფოს სიმაღლე დაცემა იწყებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, მის სიკვდილს ჰქონდა შედეგი, ბევრად შორს ვიდრე ოთახი, რომელშიც ის იჯდა, ეს იყო ნიშანი, რომ ძალა, რომლის ფაზა ადრე იყო გაბრწყინებული, ახლა თითქოს აჩრდილდებოდა. და მაშინ, როცა ჩვენ ვაგრძელებთ ამ ფურცლებისა და ბეჭდების ძებნას, ასევე უნდა ვკითხათ, ვის აწყობდა მისი გაუჩინარება. ვის აწყობდა, რომ ამ ღამით არა მხოლოდ ერთი ადამიანი, არამედ მთელი იდეა ჩაგვრჩენოდა მისი წარსულში. და ბოლოს, სანამ ჩვენ გავჩერდებით და გადავხედავთ 1001 დეტალს, ჩვენს კითხვას გადმოვცემთ პირდაპირ თქვენ, თუ იმ ღამეს იქ ჯიხაშკარ სიმართლა იყო დოკუმენტი, რომელიც შეიცავს სიმართლეს, და თუ ის გაქრა ისე, რომ აღარასოდეს ჩანდა, ვის აწყობდა ეს მეთოდი და რა ფასად გადაეყარებოდა ამის საფასური ქვეყნის მომავალს. მე მეგონა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ისევ იმეორებს მოწმის ხმა, ამჯერად უკვე უფრო მშვიდად, ეს არის ხმა, რომელიც სვამს პირდაპირ სახიფათო კითხვას, რამდენად ახლოს იყვნენ ისინი სიბნელესთან და რა უფრო ახლოა, აგრესია თუ ადამიანი, რომელსაც მათ უნდა შეენარჩუნებინა. თქვენ რას ფიქრობთ, არსებობს თუ არა ერთი სინათლე, რომელიც შეძლებს ამ ბურუსის გაფანტვას? ენატრფარებას მეორე ნაწილისთვის, იმ ხმების სიცხადე, რომლებიც წლების მანძილზე დუმდნენ, ახალმა ჩვენებებმა მოიყვანა ზედაპირზე. ეს პირველი მოწმე გახსნის ჩვენს მოგზაურობას იმ ადამიანების სამყაროში, ვინც ბოლო წუთებში მასთან იყო, ის გვიყვება არა მხოლოდ შემთხვევების აღწერას, არამედ შიგნიდან მომდინარე განცდას, ღონემიხტილი, ეჭვით სავსე, ემოციურად გამსჭვალული. იმ ადამიანს, ვისაც სიტყვა გაექცა, ჯერ ერთი ნაბიჯი გადადგა, რომ საზოგადოებისთვის პირველად მოეთხრა, რაც ჰქონდა თვალწინ ადრინდელ წლებში. მისი ხმას მოჰყვა სხვა ჩვენებები, რომლებიც ერთმანეთის მზიდი ჩანაწერივით იკვრებიან, მაგრამ ერთმანეთის მიმართ არ ეკავებენ მთლიანობას. მე არ მინდოდა, რომ ეს დრო შერჩენილიყო ასე, ამბობს ერთ-ერთი დაცვის წევრი და მისი სიტყვები მრავლისმომცველი ალუზიებით არის დატვირთული. იგი იხსენებს ვერც კი დასტოვებს დეტალებს, რომლებიც ხშირად ცოცხალი მეხსიერებისგანვე იბადება. როგორ ჩერდებოდა სამყარო მათთვის იმ ღამეს, როგორ ბრძანებოდნენ ჩუმად და როგორ იგრძნობოდა მის გულში ორი სხვადასხვა სცენა. პირველი, როგორც ერთგვარი სამკვდრო სენტენტი, მეორე, როგორც სამქვეყნიური კონტროლის აუცილებლობა. ამ ჩვენებების შორის არის კიდეც რაღაც ახალი, შიგნიდან მოტანილი დეტალები იმისა, რომ პრეზიდენტი არ ჭამდა, რომ იყო დამთრგუნველი, რომ სახის გამომეტყველება იყო განსაზღვრული. ეს დეტალები მცირე, როგორც ჭიშკრის ხმა, მაინც ქმნიან მთელ პორტრეტს, რომელიც შიშს და სიმყუდრეს გრძნობით ავსებს. აქვე ვართ მოწმე იმისაც, თუ როგორ იცვლება ამბის ფორმა, ზოგი ჩვენების მიხედვით, მას ჰქონდა ავადმყოფობის ნიშნები, სხვა საუბრობდა იმის შესახებ, რომ იგი მყარად მჯდარო პირადობის მქონე იყო და თვითმკვლელობის იდეა უცხო უნდა ყოფილიყო მისთვის.
ეს დაპირისპირება გამოდის არა მხოლოდ მარტივი სხვაობით, აქ არის მთავარი პრობლემა, ვინ დაუწესა თავისი ამბავი და ვინ არ დაუწესა, ვინ გარდაისახა მისი ხასიათის შემოწმებაში და ვინ არ სურდა სამართლის დართვა. უამრავი პატარა დეტალი, რომლებიც ერთდროულად ამოქოლილია და იმცირებულია დროსა და მეხსიერებაში, იწყებს ნელ-ნელა გავსებას იმ პოსტმემკვიდრეობით, რომელიც მას დარჩა. ჩვენს ისტორიას კი სჭირდება გამოკვეთილი გმირის სახე, რომლითაც მკითხველს ჰქონდეს ვინმესთვის მიბაძვის საშუალება. ბესარიონ გუგუშვილი, პრემიერ-მინისტრი, გამოდის ამ მოთხრობის ერთ-ერთი ცენტრალური ფიგურად. იგი იყო ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც ბოლო წუთამდე პრეზიდენტთან იყო, სწორედ მის წინაშე და მის ხელში დაცულია ჯიხაშკრის ბოლო საათების რამდენიმე ძირითადი დეტალი. თუმცა მისი ჩვენებები, როგორც ოფიციალური დოკუმენტები აჩვენებს, ხშირად იყო პარადოქსული, ისინი იცვლებოდა დროთა განმავლობაში, ზოგჯერ ბუნდოვანი იყო, სხვა დროს კი კონკრეტული. ეს კონტრასტული ცვლილებები იწვევენ ეჭვს, იყო თუ არა განსხვავებები მისი მოგონებების ბუნებით, ან იქცა თუ არა მათი ფორმირება პოლიტიკური ინტერესი. ამ კითხვაზე პასუხი, რომელსაც ჩვენ კრისტალურად ვერ მივცემთ, ტოვებს მწარე გემოს და წყვეტს ჩვენს ნიადაგს კიდევ უფრო მოუსვენრად. მომხრეების პარალელურად ოჯახის წევრების ხმა არასდროს ჩამოსულა უპირობოდ. მანანა არჩვაძე გამსახურდია, პრეზიდენტის მეუღლე, კატეგორიულად უარყოფდა თვითმკვლელობის ვერსიას და ადანაშაულებდა გარემოცვასა და იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც ჰქვია ედუარდ შევარდნაძე. ეს განცხადება, რომელიც არ იყო მხოლოდ პირადი გრძნობის გამომხატველი, არამედ პოლიტიკურ ლანდშაფტზე მიწოდებული ჭეშმარიტება, ოდნავ მიანიშნებდა რაღაც დიდ მოსაწყობეზე, რასაც შესაძლოა მოჰყვა გეგმა და ინსტიტუციური ჩარევა. აქაც მოედება კითხვა, რამდენად იყო ეს ბრალდება პოლიტიკურად მოტივირებული და რამდენად იყო იგი გულითადი, სისხლიანი განაწყენება, რომელიც ცალკეული ადამიანის ტრაგედიამდე მიდიოდა. და როგორც ჩვენ ველაპარაკებით ამ პიროვნებებს, როგორც ვკრებთ მათ ხმათა პილონებს, ნათელდება ყველაზე მძაფრი კითხვა, გუგუშვილს, რომელიც იყო ერთადერთი მაღალი თანამდებობის, რომელიც იყო ბოლო წუთამდე იქ, რა ჰქონდა სათქმელი და რატომ მისი სიტყვები ადარებს ორ სხვადასხვა სიმაღლეს. მის ჩვენებებში ამოიცნობთ რაღაც ინსტრუმენტულს, ნაწილობრივ დაზღვეული, ნაწილობრივ პოლიტიკური. ეს ჩვეულებრივი სიფრთხილეა მათთვის, ვისაც პოლიტიკური გადარჩენა ჭირდება. და მაინც, სანამ ჩვენ გადავრჩებით ამ მოყოლას და ვეცდებით გაბატონებულ სიმართლეს მივაკვლიოთ, ხაზი უნდა გაუსვათ ციკ-წაკს იმ შეუფასებელ საშიშ თამაშს, რომელიც ვრცელდება ბოლო წუთებიდან და საათებამდე. ის არს წინავს მთელი ღამე, გაისმა მინიშნება, რომელიც განმეორდება როგორც ახალი საუკუნის საათის ჟღერობა, წინათგრძნობა მომწიფდა, ის ყოფნისგან განიყენებდა ყველა დეტალს, თითოეულ საშუალებას, რომ ეცადა საჭირო. ეს ტიკ-ტაკი არის სამუდამო მიმართვა, დროშია იქ, სადაც რთული არჩევანი იყო მის წინაშე, იყო ეს გაქცევა, იყო ეს წინააღმდეგობის გაძლება, იყო ეს შეტევა ან ცდილობა თავის დაპატიმრება. ტიკ-ტაკი გვიტოვებს მარტივად ამ კითხვას, რისი გაცვლა მოხდებოდა იმ წუთში, როცა იცოდნენ, რომ დილა არ დადგებოდა? იმდენად, რამდენადაც ჩვენ ვიკრიბებით ხმებს და მივდივართ ჩანაწერებზე, ერთი რამ აშკარად ჩანს. ეს ბოლო დღეები იყვნენ მოცულობითი შესამჩნევი კონტრასტით, ერთი მხრივ ქვეყნის ფონი, სიძველისა და ქედის დაცემა, მეორე მხრივ პირადი დრამა, სადაც ერთი ადამიანური ცხოვრება გადაწონდა ბევრად უფრო დიდ, მათ შორის სახელმწიფოებრივ დასკვნებს. ეს ჩვენს კითხვას იყენებს კიდევ უფრო მწვავე და პირადი ჯაჭვით, თუ ის წინათგრძნობდა, რომ არ იქნებოდა დილა და თუ მისი ბოლო საათები იყო დაახლოებით გახსნილი, რაც ახლა ვკითხულობთ, რა მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ეს ინფორმაცია ახლანდელ საზოგადოებას არ მიეწოდა? კითხვა არის პრინციპული და თქვენი პასუხი მასაც აქვს გავლენა, თუ სიმართლე აუცილებლად უნდა იყოს თხრილი, ვინ აუკრძალავდა და რატომ. ამავე წუთს, როცა თქვენ უსმენთ და ვფიქრობთ საყურადღებო კითხვებზე, კვლავ ვუბრუნდებით ერთ მარტივ უწყვეტ სინათლეს. არსებობს თუ არა ერთი პირი, ან ერთი ჯგუფი, რომელიც აწყობდა ამ ამბის დაფარვას. და თუ არსებობს, როგორ წარადგინეს ისინი ამ საქმეში. თქვენ რას ფიქრობთ, იყო ეს მოქმედება მეტისმეტად ჩახლართული, რომ მათი მოშორება გაიმარტივებს მას თუ არა? გადავდივარ მესამე ეტაპზე, თხრობას, რომელიც იწყება ჩრდილში შემოსულ სტუმართან, რომელიც, როგორც ჩანს, არ იყო დარეგისტრირებული და მოვიდა რამდენიმე დღის წინ, 28 დეკემბერს, 3 დღით ადრე ტრაგედიამდე. ეს სტუმარი არ შესულა ჩვეულებ. მე მეგონა, რომ ჩვენ გადავრჩებოდით, ამბობს ის კაცი, ვისი ხმა ჯერ კიდევ კანკალს ჰგავს, როცა თინეიჯერული წარსულის ხილები იშლება მის სულში. მისი სიტყვები იწყებენ თავგადასავალს, რომელიც იქ არ დასრულებულა, რადგან მასთან ერთად იყო მხოლოდ ნამცეცი ხალხი, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის სუნთქვა და ერთი დიდი, უხილავი გადაწყვეტილება. იგი იხსენებს, როგორ ჩუმად ჩავიდნენ ჯიხაშკრის სახლში, როგორ შეუნარჩუნეს გარეგნულად სიმშვიდე ადამიანის წინ, ვინც საუკუნეთა სიმძიმეს ეჭიდა, და როგორ შეიცვალა მათი ცხოვრება იმ ღამით,
რომლის წინათ გრძნობას ვიც ჰქონდა და რომლის ბოლოსაც გასროლის ხმა გაისმა. ეს სიტყვები ხდებიან ჩვენი გზამკვლევი ამბის სიღრმეში, უწყინარი ფრაზა, რომელიც გახდება ჩვენთვის კოდექსი, მითითება, რომ არაფერი იყო ისე, როგორც შევხედით მას პირველად. მას, ვინც ახლა გვესაუბრება, არ სურს გმირი გახდეს, იგი მხოლოდ იმ ადამიანის სახეს უჭირავს, რომელიც წლების განმავლობაში იდგა მეორე რიგში და რომელმაც ბოლოს გაატარა სიმართლის ნაწილი, რომელსაც არავინ ელოდა. მან გვიამბო, როგორ ხან ერთს ამბობს ერთი ამბავი, ხან მეორეს და როგორ მოიცვა მასში ეჭვი ყოველთვის, როცა ნახავდა ბესარიონს ან კარლოს. მისი ხმის ტონი ნელ-ნელა ივსება სიმძიმით, რადგან თითოეული დეტალი, რაც მან და მისმა თანმხლებმა იცოდნენ, არის როგორც პირადი აღსარება და როგორც პოლიტიკური სანჯა. მან გითხრა, რომ პრეზიდენტი პრაქტიკულად არ ჭამდა, რომ მის გულში ჯერჯერობით გენერალურმა სიმშვიდემ შეება, მაგრამ ამ სიმშვიდის ქვეშ იდგა რაღაც ისეთი, რასაც ნუ რავინ უცდი და ღრმა, მოუხელთებელი შიში, რომელიც მარადიულად უნდა არა დავიწყდეს. ჩვენს მოქმედებებს ხელმძღვანელობს მოწმეთა ხმის სიმკვრივე, თითოეული ასეთი ხმა არის ნაპერწკალი, რომელიც ანათებს სხვა მასალას, ამ შემთხვევაში, კარნახობს იმ ცუდთა ქრონოლოგიას, რომელშიც მსახიობები იყვნენ არა მხოლოდ ოფიციალური სტატუსით, არამედ სრულიად ადამიანურად, შიშით, წუხილით და, ბოლოს, წაგებულ სურვილებით. ბესარიონის სიტყვებსაც დავესახელებთ, რომლებიც ხშირად იცვლებოდა, ზუსტად ამ გაურკვევლობას უნდა მივეპყროთ ყურადღებით, რადგან პოლიტიკური ძალების დროს, როდესაც მოგონებები ფორმირდებოდა, შეიძლება იქვე ჩაწყობილიყო ნებისმიერი სხვა ამბავი. ეს არის ეჭვების წყარო, რომელია მთავარი მოტივი რუსული სპეცსამსახურების, კერძოდ ΕЦ პასინას ქსელის ჩართულობა, თუ შემოქმედებითი მისი მიმნიჭებელი გამოწვევა. ჩემი მოსაკითხად მოსამართლე არ არის, მე მხოლოდ ვეკითხები და ვთარგმნი მათ, ვინც მოგცა შესაძლებლობა შევიხედოთ მაშინდელი შინაგანი მდგომარეობაში. ჩემთან მოსული მოწმეც ამბობს, რომ ერთი კონკრეტული მომენტი, რომელიც თანდათანობით მკაფიოდა, არის სვიადის წინათგრძნობა, სიტყვები, რომ ის იცოდა, მისი უკანასკნელი ღამით, ის რომ დილა არ დადგებოდა. ეს წინათგრძნობა არ არის მხოლოდ მაგიური ან სატრფიალო ფრაზა, ეს არის ყოველდღიური განცდა, რომელიც ადამიანი გამოარჩევს ჩვეულებრივი შიშისაგან, ეს არის ის შეგრძნებაც, როდესაც ადამიანი სწავლობს დროის ბოლომდე და იწყებს დეტალების შეგროვებას, ისე, როგორც დრო, კი, აღარ ყოფნის. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩვენება არის ჩვენთან პირველი საიდუმლო ფენა, ჩვენ პოულობთ გამოაშკარავებულ ადამიანურ ფასს. როდესაც ტელევიზიები ოთახს აჩვენებენ, სადაც მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჩრდილია, იქვე დაწყებული იქნა სხვა ცხოვრება, კარლო ღვას ცხოვრება. მას პინძლის აქ ყოფნა მას და მის ხელს მიუძღვნა ახალი განსაცდელი, მისი სახლი გახდა ისტორიის ეპიცენტრი, ხოლო ეს თავშესაფარი, მიზეზი, რომ მისთვის არაერთი კითხვა გაჩენილიყო. პატარა გლეხის სახეობა, რომელიც მხოლოდ გულით ღვთაებრივად ჰგავდა უბრალო არსებობას, ახლა აღმოეჩინა პოლიტიკის ჩიხში. ეს არის ჩვენი მცირე ადამიანის ფასი, როცა ერთი პირი მოქმედებს სახელმწიფოს ბადეში, მის გვერდით მდგომი უკვე კარგავს ყველაფერს, რაც ადრე ჰქონდა, ჩვეულებრივი თავისუფლება, მშვიდობა, ანონიმურობა და იმ ჰარმონიას, რომელსაც ოჯახი და რუტინა იძლეოდა. ასეთი კლასიკური ადამიანის მოდელი კვლავ ჩნდება ბესარიონის პირველი ჩვენებების ფონზე. ის არის ერთადერთი მაღალი თანამდებობის პირი, ვინც ბოლო წუთამდე იყო პრეზიდენტთან, მისი ხმა არის ადამიანი, რომელსაც პოლიტიკური სიფხიზლე და რეალური შიში აერთიანებს. თუმცა მისი განცხადებები არა ყოველთვის იყო უცვლელი, ისინი იცვლებოდა დროთა განმავლობაში და ეს იწვევს შეკითხვას, იყო ეს რეალური ხარვეზი მეხსიერებისით, თუ ეს იყო ქმედებათა მწვავე შერჩევა, რომელიც რაციონალურად ითარგმნებოდა პოლიტიკური მიზნებისათვის. როდესაც ადამიანი იცვლის ნათქვამს, ან ჩინოსება იშლება და ნდობის სივრცე იჭრება, ზუსტად აქ იბადება ჩვენი მინიშნებები იმის შესახებ, თუ როგორ იყო დალაგებული სახალხო ნარატივი იმ ღამით. ამ მთავარი მოწმის მტკიცებით, მათ შეეცადნენ დაებარდა სამედიცინო ჩანაწერებიც, რომლებსაც შიგნით ეწერა არა მხოლოდ წამლების სია, არამედ ის დოზები და ნიშნები, რომლებიც აჩვენებდა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობა არ იყო საზოგადოებისთვის ცნობილი და რომ მასზე კონტროლი ჰქონდა ვინმეს. ეს აღძრავს ახალ ეჭვს, თუ ვინმე აკონტროლებდა მის ჯანმრთელობას, მაშინ არსებობდა პირი, რომელსაც ჰქონდა არა მხოლოდ წვდომა, არამედ ინტერესიც. და ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ადამიანის ტკივილი, რომელიც მე გამოვიტან აქ, არის ცოტა უფრო სირადიულად ფორმული, რამდენადაც პრეზიდენტის პირადი ამბავი გადახდა საჯარო სივრცეში, მისმა ახლობლებმა განიცადეს შეურაცხყოფა და დაკარგვა, მათი ცხოვრება გახდა მიუწვდომელი საზოგადოებრივი თვალისათვის, და მათ მოუჭიათ ცხოვრება იმ განცდით, რომ მათი სახელი იყო მოჭრილი დიდ სიბნელეში. ეს არის მოცემულობა, რომელშიც ადამიანის ერთი ნაბიჯი იწვევს ათასობით ნაბიჯს მთელი საზოგადოების მხრიდან. ვისაც ეს ყველაფერი შეეხო, რიგითი მოყვარული, მას პინძელი ან დაცვის წევრი, მათ არ სცოდავდათ, რომ მათი ცხოვრება დაიშლებოდა.
პირადი ფასი ვერ იწერება მხოლოდ ციფრებით ან სტატისტიკით, ეს არის ის ძვირფასი წუთები, როცა ოჯახი უნდა მიეფაროს და უნდა იტანჯოს, კი, მათთვის ვინც იჯდა იმ ოთახში და ხვდებოდა, რომ ქვეყანა აღარ არის ისეთი, როგორადაც უწოდებდა მას ადრე. ამ წერილში უნდა დავრწმუნდეთ ერთეულ ხაზში, მოწმეების ჩვენებები გვაძლევს არა მხოლოდ ფაქტების სერიას, არამედ მათ ემოციებს, იმ განცდას, რომ მათ საკუთარი თვალით ხედეს შეძლების დაგვარად სკრუპულოზურ მოვლენებს, რომლებიც შეცვალეს მათი ცხოვრება. ისინი ახლა ყვებიან იმას, რაც ადრე იყო ჩუმად, აღიარებენ, იგონებენ და ცდილობენ მოგცენ პასუხი კითხვაზე, როგორ მოიქცნენ ამ ბოლო საათებში. მაგრამ ხომ არის შემთხვევები, როცა ადამიანმა, რომელიც თქვენთვის უნდა ყოფილიყო ანგელოზი, იქცეს ანტაგონისტად? ეს არის კითხვა, რომელიც დაწვდება ჩვენს გულებში და რომლის საფუძველზეც მთელი დავა უნდა იქნას გაბმული. და ამიტომაც, როცა ვკითხულობთ მოწმის სიტყვებს და ვაგროვებთ მათ დეტალებს, ყველგან არის ერთიგან მეორებადი მოტივი, ის არ სძინავდა მთელი ღამე. ეს ფრაზა ბზარავს როგორც მტრედის ფრთები და გვაყენებს იმ ფიქრზე, რომ წინათგრძნობა არის რეალური და რომ ეს წინათგრძნობა ჰქონდა, არა როგორც ლექსიკონში შემდგარი ტექსტი, არამედ როგორც ერთგვარი შინაგანი განწყობა. თუ ადამიანი არ სძინავს სამჯერ, ორჯერ, თუ არ სძინავს მთელი ღამე, ეს არის სიგნალი, არ არის შემთხვევითი, ეს არის ის მომენტი, როცა ადამიანი იგრძნობს ბოლო საათების საცოდაო ტემპს და ცდილობს მიმართოს მოპირდაპირეობას რაციონალურად. ის, რაც ამ მოწმისგან რჩება, არის არა მხოლოდ მისი სიტყვები, არამედ ის ადამიანური ტკივილი და ეს ტრაგიკული განცდა, რომ მათი ცხოვრების შეცვლა მოხდა წუთი სოფელში. ამიტომაც ვკითხულობთ და ვისმენთ მათ, როგორც ადამიანები გვესაუბრებიან სხვა ადამიანების დასახმარებლად. და ამ სიტყვებით, რომლებიც ჯერ კიდევ თქვენს ყურებს არ შეუსრულებია, მე მინდა დაგისვამთ კითხვას, რომელსაც ამ მოწმეს პირით გესმის, მაშინ თქვენ, ჩვენი მაყურებელი, რას ფიქრობთ, შეგვიძლია თუ არა საერთოდ წარმოიდგინოთ, რომ ერთი კაცის წინათგრძნობა და რამდენიმე კაცის გადარჩენის იმედი იყო საკმარისი იმისათვის, რომ შეცვლილიყო მთელი ქვეყნის ბედი? მანანა არ იყოს, იგი არ არის მხოლოდ მეუღლე, მანანა არის სიმბოლო იმისა, როგორ გადაიქცა ოჯახი სიმბოლიურ ბრძოლის ყრილში, სადაც თითოეული შეკითხვა იწვევს ახალ ბრალდებას. მისი უარმყოფელი ხმა, კატეგორიული უარყოფა თვითმკვლელობის ვერსიის, არის როგორც ოჯახური ორმაგი ჭიანჭველა, სადაც პირადი ნატვრა გადადის პოლიტიკურ მიზეზად. ეს მეორე თავი ჩვენი ისტორითა იწყება ერთგვარ დაშლით, ოჯახური საიდუმლოებები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში დაფარული იყო, ახლა იწყებენ ასახვას იმაზე, თუ როგორ ამზადებდა მანანა თავის განცხადებას და როგორ ცდილობდა იმ წუთებში დაამშვიდოს ჩემს წინამორბედებსა. გარდატეხის მომენტია, როცა ოჯახური ინტრიგა ხდება პოლიტიკურ ჭრილში. ამ დროს ჩანს, რომ ოჯახი, როგორც ინსტანცია, არის გასაჩივრების ობიექტი. მანანა ამბობს, რომ ის არასოდეს დაუტოვებია მისი ადამიანი მანამ, სანამ არ ჩათვალა, რომ რაღაც უფრო დიდი და ბინძური მოხდა მის წინააღმდეგ. მისი სიტყვების ტონი სავსეა პატიმოყვარეობით და უტყუარობით, მაგრამ ამავე დროს ჩანს, რომ აქ არ ვიღებთ მხოლოდ პირად ტრაგედიას, ამასთან ახლავს პოლიტიკური მეზოქლი, რომელიც ცდილობს განცხადებას და ფორმებს გადაიტანს თავის სასარგებლოდ. ეს არის ის შემთხვევა, როცა ოჯახი საკუთარ თავში ინახავს ნამდვილ სიმართლეს, ან სულ მცირე, მათ ხედვას სიმართლის შესახებ. როცა ოჯახი ამბობს, რომ არ იყო საქმე თვითმკვლელობისა, ისინი მიმართავენ სხვა ნიშნებს, ტყვის ტრაექტორია, სისხლის ზუსტი ნიშნები არ იყო იმ ოთახის კედლებზე ისეთი, როგორსაც სტეჩკინი გამოიწვევს და ზოგიერთმა ექსპერტიზამ აღნიშნა, რომ ჭრილობის მდებარეობა არ ემთხვევა იმ ადგილს, საიდანაც ადამიანი შეძლებდა საკუთარ გასროლას. ამ ფაქტების წარდგენა ოჯახისთვის არის როგორც პანაშვიდი, რომელიც მიმართულია არა მხოლოდ გადარჩენისთვის, არამედ სამართლიანობის აღსადგენად. თუმცა როცა საზოგადოება მკვეთრად დაყოფილია, ზოგჯერ არ არსებობს მხოლოდ ერთი ჭეშმარიტება, არსებობს ერთმანეთის მონაცვლე ამბები, რომელიც ერთმანეთის მენატრებით კლავენ სიმართლეს. ამას შემდეგ გარდასახვის დროს ჩვენ ვხედავთ ერთ ფრაგმენტს, რომელიც მუდმივად ბრუნავს. პრეზიდენტის პუნქტი, მისი ინტიმური წერილები და შემდეგ დახურულ კარი, რომელიც კარლოს ეზოში იხსნება. ოჯახისთვის ეს არის არა მხოლოდ დანაკარგი, ეს არის შერჩევითი ისტორია, სადაც ოჯახი ცდილობს დაამტკიცოს, რომ მათი მამაკაცი არ იყო არავითარი ისეთი პიროვნება, რომელიც თავს გადაიხრჩობიდა. და ეს არის იმდენად პირადი ფასი, რომ აქ გონიათ, რომ ქვეყნის მომავალი და ოჯახის ბედი ერთდროულად იწირება. დღესაც, როცა გვესმის ეს ოჯახური აღიარებები და ამ ფონზე მოწმეთა სიტყვის სიმკვრივე, ჩვენ უნდა ვკითხოთ თქვენი აზრი. რა გავლენა შეიძლება ჰქონოდა იმ ოჯახის უარყოფასა და მთავრობის ანტაგონიზმს ქვეყნის შემდგომ ისტორიაზე? რამდენად რეალურად აღდგა ბაზის აღდგენა მისი გარდაცვალების შემდეგ და რამდენად იყო ეს მოქმედება ოჯახური მეტის ნაკლება, ვიდრე პოლიტიკის გამოხატულება? ბოლოს, მოდით გადავიდეთ იმ მინუტურ ქრონოლოგიაზე, რაც ამ ამბის ცენტრში იდგა, იმ უკანასკნელი ღამის, რომელიც რჩება როგორც ყველაზე მტკივნეული სიმბოლო ჩვენი ქვეყნის ტრაგედიისა.
31 დეკემბერი 1993 წელი, დღე რომელიც სხვა ხალხისთვის იყო ახალი წლის ღამე, ჯიხაშკრის პატარა სახლში იქცა სრულებით სხვა სამყარო. გარეთ ადამიანები შამპანურს ხსნიდნენ, ქუჩებში იყო მხიარული განწყობა, შიგნით კი განსაკუთრებულად შენიღბულ სივრცეში პრეზიდენტი იჯდა სანთლის შუქზე და მისი თვალები ხედავდნენ უფრო შორ მანძილზე, ვიდრე კომოდზე მდგარი საათი. ის ამბობდა, რომ არ სძინავდა, რომ ამ ღამეს იცოდა, მან იცოდა, რომ დილა არ დადგებოდა. ეს წინათგრძნობა იყო ისეთი მჭიდროდ საერთო, როგორც ყინულის ფეხი, ნელ-ნელა ზემოდან კრებულები იწყებდნენ საკუთარ სიტყვებს. ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ წუთის ხშირად რეალური სურათი. ოთახში ის ბლინკის ხმასავით სუნთქავდა, ბალიში სიტყვის ჩრდილი არ ყურმოჩინებული იყო მის მთელ სხეულზე და გარეთ თოვლი ფრთხილად უსწორებდა ფანჯრებს. ცოტა დროზე მისი მეგობრები და დაცვა საუბრობდნენ ჩურჩულით, მიჰყვებოდნენ სხვადასხვა გეგმებს, ცდილობდნენ დამახინჯებულ რეალობას აეხსნათ. ერთი მსუბუქი მოძრაობა, ერთი უკუნითი ნაბიჯი და ყველაფერი შეიცვლება. სასწრაფოდ ჯგუფები ამოწმებდნენ შიდა კარს, აკრეფდნენ სანახაობებს და ცდილობდნენ დარწმუნებულიყვნენ, რომ არაფერი იყო არეულობის ნიშნად. მაგრამ როდესაც დრო სივრცის ველი გახდა უფრო ტკბილი და მომაჯადოებელი, ყველაფერი ზედმეტად ნაზად გადაიზარდა მისი წინათგრძნობით. ის იყო სულიერი მანიფესტი შიშისა, რომ რაც კარგად დაწყებული იყო, არ შეინახებოდა. შუაღამის საათებმა ნელით იწელეს და გარეთ სადღესასწაულო ხმები იფანტებოდა. და მერე, ის ხდები, რომელიც ყოველის მათგანს დაეცემა, გასროლის ხმა. აღმოსავლეთ სისტემის იარაღის ხმის ექო ჩახუთულ ოთახში და როგორც ოფიციალური დოკუმენტები აღნიშნავს, ზუსტად იმ ღამით, შუაღამის ნახევრიდან დაახლოებით 1 საათისაკენ, გაისმა გასროლის ხმა. ამის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. ჩვენ არ უკეთებილთ დეტალებს სისხლისა და ტანჟიუმის შესახებ, ჩვენ ამ ყველაფერს ვპოულობთ მხოლოდ ფაზების შიგნით, მხოლოდ იმაზე წამოადგენს, რას გრძნობს ადამიანი, როცა ამ სიჩუმეს მოჰყვება გაუგებრობა. არის ვერსიები, რომლებიც ამბობენ, რომ ტყვია არ უღალატა კედლებს, არის სხვა ვერსიები, რომ ჭრილობა იმგვარი იყო, რომ მისი თვითშემოქმედებაზე ეჩვეანთხოვდა. ადამიანის პირადი განცდა ამ ვითარებაში არის ამოუწურავი. იმავე ოთახში, სადაც ერთი კაცი სიცოცხლე შეწყდა, იმავე ოთახში დარჩა კარის ხმა, რომელიც დროსთან ერთად უფრო და უფრო ჩაწყვეტს მითს. და აქ არის კიდევ ერთი ჭეშმარიტება, რომელიც გვკარგავს, უდანაშაულო ადამიანების ცხოვრება, მაგალითად კარლო ღუას და მისი ოჯახი, დაიცალა. მათი სახლი გახდა საფეხურად ისტორიაში და ამით მათივე ყოფა შეიცვალა, ისინი აღმოჩნდნენ თვალების წინაშე, სადაც ადამიანები დაეჭვდნენ მათ მუშაობას და მათ გულწრფელობას. ეს არის ადამიანური ფასი, რომელიც ხშირად იკარგება სტატისტიკაში ან პოლიტიკურ ნარატივში. მაგრამ საქმის ყველაზე საშინელი ნაწილი არის ის წინათგრძნობა, რომელიც წინ უძღვის გარდაუვალს, ზვიადი, როგორც ამბობენ მოწმეები, თქვა რაღაც ძველებურად პროზაულად თუ რამე დამემართება, საქართველო 50 წლით უკან დაიხევს. და ამ წინათგრძნობას ჰქონდა რეჟისურული გაგება, ის ხედავდა არ მხოლოდ საკუთარ დასასრულს, არამედ მთელი ქვეყნის სავარაუდო წარღვნას. ეს წინათგრძნობა არ არის მხოლოდ კაპრიზი, ეს არის მუხტის შეძახილი, რომელიც პასუხობს ჩვენს კითხვას, რა არის იმით, რაც მას უბიძგებდა სწავლისაკენ. იყო ეს სულიერი მანიფესტი, პოლიტიკური ანგარიში, თუ უბრალოდ გადაჭრის ძირფესვიანი შეგრძნება. ამ ბოლო საათების მომენტური რეკონსტრუქცია, რომელსაც ჩვენ პირდებით, არ არის მხოლოდ ტექნიკური მანიპულაცია, ეს არის მცდელობა მივუჩინოთ სიმართლეს ემოციური ჭეშმარიტება. ჩვენ შეგვიძლია დავხატოთ გამჭვირვალე წუთები, სანთლის სინათლე, თამბაქოს სუნი, თოვლის კაკუნი ფანჯარზე ჩურჩული კუთხიდან და ბოლოს გასროლის ხმის ბორბალი, რომელიც მოაყოფს ყველაფერს ვერტიკალურად. მაგრამ ის, რაც ყველაზე მეტს აღაფრთოვანებს, არის იმ წინათგრძნობის არსებობა, მისი ჩაწვდომა იმ წუთებში, როცა ის ჯერაც სუნთქავდა. იყო თუ არა ეს წინათგრძნობა დასკვნის დაწყებამდე, ან იყო ეს შესანიშნავი შინაარსი იმ რეალობაში, რომელიც გამოგონილი იყო, არის კითხვა, რომელსაც ჯერ გვაქვს საბოლოო პასუხი. შენთვის ვინც ამ ამბავს პირველად ეცნობა, ეს ჯგუფი იყო გამჩაფხვეთა, ჩრდილოვანი წრე, რომელიც 10 წლეულის განმავლობაში ატრიალებდა ძვირფას ინფორმაციას ქვეყნის ყველაზე ძლიერი ადამიანის გარშემო. წარმოიდგინეთ სცენა. რამდენიმე კაცი ოდნარმა ფარდებით გათბობილ ოთახში იცნობენ არაფორმალურ სახელს და არასაჯარო პირებს. ისინი არიან გუნდი, რომელიც იცის ყველაფერი, სად არის გასასვლელი, სად არის სეიფი, როგორ დაიმალოს დოკუმენტი. ამ ჯგუფმა იცოდა მისი ყველა სამედიცინო საიდუმლო, მისი ყველა ღამეული გადამალვა და ყველა ბრძანება, რასაც ის გასცემდა, როცა მარტო დარჩებოდა. მათ ჰქონდათ ჩანაწერების, პირადი ნოტების და გზების რუკა, მათთვის საზოგადოებრივი სინათლე არასდროს ყოფილა მიზანი, მათი მიზანი იყო პროცესი. და სწორედ ერთ ამგვარ, სულ მცირე წევრის გადაწყვეტილებამ, რომელიც აიღო ერთი ღამისთვის, შეცვალა იმის ხაზი, თუ როგორ დაილექა აქ პატარა ქაღალდის ნაჭრები, რაც მოგვიანებით ისტორიად იქცა.
წარმოდგენა, რომ ამ ჯგუფში ერთმა ადამიანმა მიიღო არჩევანი, ლოიალობა თუ ცხოვრება ამ არჩევანით დაამარცხა სხვა უფრო დიდი სისტემები. ეს წინადადება თითქოს ატარებს დაძაბულობას. ისინი იცოდნენ კენჭის სამყაროებს, მაგრამ აირჩიეს ჩუმი გადადგომა. რატომ აირჩიეს ასე და ვის აწყობდა ეს შეცდომა? ამ ჯგუფის არსებობა არ არის უბრალოდ სიცრუე ან შეთქმულების თეორია. მისი ნიშნები იკვეთება უხილავ ნაჭრებსა და ისეთ ჩანაწერებში, რომლებიც, როდესაც პირველად აღმოაჩინეს, იყვნენ ზედმეტად პირადი, ზედმეტად საშიში, რომ დარჩენილიყონ. მასთან დაკავშირებით იყო იარაღისა და მედიკამენტების სია, რომლებიც მნიშვნელოვნად გადასცდნენ იმ მშვიდად გამოსაცხობილ ჩანაწერებს, რომლებსაც ერთი ჩვეულებრივი კაცის სახელი ჰქონდა. და როცა ამ სიასთან მიახლოვდები გრძნობ ტრანსფორმაციას, ეს არ იყო მარტო სია, ეს იყო ადამიანის სხეულის რუკა, ისევე როგორც მისი ყოფა პოლიტიკურ ომში. მათ იცოდნენ, რომ თუ ეს რუკა მაგიდაზე დარჩებოდა, ზოგიერთი გადაწყვეტილება ახლავე დაკარგავდა ძალას. ამიტომაც იმ ღამით რაღაც მოხდა, ჩანაწერები გაქრნენ, ხელები, რომლებმაც შეიძლება ხელი ახლოს მიეცა სიმართლეს, უკან დაიხიეს. თქვენ რას ფიქრობთ, ვის აწყობდა, რომ ეს ჯგუფიანი რუკა ნაჩვენი არ ყოფილიყო საზოგადოებისთვის? ჩემი ზუსტი მოსაზრება არ დავიწყებს აქვე, ჩვენ დავიწყებთ ალგებრით გაბატონებულ დეტალებს. ეს ჯგუფი არასოდეს მოქმედებდა ერთად საჯაროდ, მათ ჰქონდათ კოდი და დასვენების წესები, ადამიანები, რომლებსაც მხოლოდ ისინი, ვინც იციან უწოდებდნენ, მათი სახეები არ ყოფილა არასდროს გადაღებულები ინსტანციებზე, მათი ხელები კი უკავშირის სამედიცინო ჩანაწერებს და სიტყვას, რომელიც გარკვეულობად გამოჩნდებოდა მხოლოდ მაშინ, როცა სხვა ხმები იშლებოდა. მათი არჩევნის წერტილი ყოველთვის უკავშირდებოდა დროში, როცა საქმე მიეყრებოდა წუთებს და გადაწყვეტილებებს ისინი სწრაფად არჩევდნენ, არა სიმართლისთვის, არამედ კონკრეტული სახლის, კონკრეტული ოჯახის, კონკრეტული პიროვნების მიმართ ლოიალობით. და ეს არის ადგილები, სადაც მოჩვენებითი სიმართლის ელემენტები შორდებიან ერთმანეთს და იწყებენ სხვა ფაზას, ტრადიციების სიზუსტე იძლევა ადგილს მყვინთაობისთვის. ამის პარალელურად აქვე ჩნდება ოჯახური დრამა, ხომ არ არის სამოყვარულო განცდა, რომ თუ ჯგუფი არსაიდან გაჩნდა, ვიღაცამ მას შეკრა. კარლო ღუას სახლი, რომელიც ერთი უბრალო სოფლის კაცის სახლია, უნებურად იქცა როგორც თავშესაფარი, ისე მკვლევრული ადგილის ნუსხა. ზუსტად ამ სახლში შეიკრიბა ჯგუფის მცირე ნაწილი, ზუსტად ამ სახლში აღმოჩნდა იმავე ღამით ის პატარა ურცლები და ბეჭდები. ოჯახმა იჯდა და უყურებდა, როგორ შეიჭრა მათი ცხოვრება ერთ ფილმსავით, სადაც ყოველთვის იქნებოდა ორი მხარე, თეთრი ქაღალდი და ბეჭედი, რომელიც აცხადებს რაღაც ღრმა, და მათი საკუთარი ყოფა, რომელიც უეცრად გახდა პოლიტიკური საქონელი. ოჯახს ეს არ სურდა, ოჯახმა არ იცოდა, როგორ აღემატებოდა მათი ჩვეულებრივი ყოველდღიურობა ამ საბოლოო შტრიხს. მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ოჯახური მორალი, ეს არის პოლიტიკური აქტუალურობა, როცა ჩნდება ჯგუფი, რომელიც ფლობს მართვადი ინფორმაციის საკადრის ნაწილს, ქვეყანა იწყებს სხვა რიტმს. ჩვენ ახლა მივხვდეთ ფრაგმენტს, რომელიც გვაძლევს ყველაზე მძაფრს, ერთმა წევრმა, ვინც მოგვიანებით ამბობდნენ, რომ ჰქონდა მორალურად რთული საუბარი პრეზიდენტთან, თქვა, რომ არჩევანი გაკეთდა ბოლო წუთებში და რომ სიტყვა გადარჩენა იქ არ მსმენია იმ გაგებით, როგორც ფართოდ მსჯელობთ. ასეთი გამოსვლები შემიფარგლავს ხასიათს. ისინი ამბობენ, რომ არჩევანი იყო არაგმირული 40 ხერხი, არამედ ნივთიერება, რომელიც იყო იმიტომ, რომ ჰქონდათ ინსტრუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები, გასასვლელი გზები და ადამიანი, ვინც იცოდა, რას ნიშნავს საჯარო სკამზე ყოფნა. ეს არის პირველი ფენომენი, რაც გვაძლევს მიმართულებას, არ იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა, იყო ჯგუფი, რომელიც იმღერებდა სხვა სიმღერას, სხვა მიზანს. და თუ ვიკითხავთ, რატომ მოიქცა ასე ერთი მცირე ჯგუფი? პასუხი არის იშვიათად მარტივი, ამ შემთხვევაში ზავის შორის ლოიალობა და საკუთრება აღმოჩნდა გადამწყვეტი. თქვენი აზრით შეგვიძლია თუ არა ამ ჯგუფის მოქმედება მივიჩნიოთ გადამწყვეტად იმ ღამისთვის, თუ არა მხოლოდ გვერდით მდგომი ფაქტორად. და ბოლოს, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ვაერთიანებთ, ერთი კითხვა რჩება დაფარულად, როგორ შეიძლება, რომ ასეთი პატარა პარტიამ შეძლო ისე მოექცეს, რომ მისი მოქმედება მოედო ყველგან, სადაც საჭიროა. პასუხი სათავადია, ისინი ფლობენ არქივს და ხელთ აქვთ ინფორმაცია. და სწორედ არქივია ის სივრცე, სადაც სიმართლე ფანჯრიდან გადმოდის ან აორთქლდება. გავიხსენოთ იმ ფურცლების გაქრობა, ეს იყო პირველი მინიშნება იმისა, თუ როგორ შეიძლება ჯგუფი, რომელსაც ჰქონდა ინფორმაცია, მართავდეს მოვლენებს ისე, რომ საზოგადოება ვერასოდეს მიიღებს მათ სრულ ვერსიას. თქვენ როგორ ფიქრობთ, გაქრა თუ არა სიმართლე ერთად იმ ბეჭდებთან ერთად? ეს იყო მხოლოდ ღია დასაწყისი, ახლა გადავდივართ მკვრივ თემაზე, სხეული, რომელიც დროის სიგრძით იღებს ხელისუფლებას და მისი ნიშანი იკითხება არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ სხეულით.
წლების განმავლობაში, როცა ადამიანი იყო ძალაუფლების ცენტრში, მისი სხეული ნელ-ნელა იქცა საჯარო არტეფაქტად, სედინა გაჩვენდა მის შუბლზე, მისი ნაბიჯი გახდა მოკლე და მძიმე, მისი მზერა გამჭვირვალედ შემცირებული. ყველა ეს დეტალი იყო როგორც მედიის, ასევე მისი პირადი წერის საგანი. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, თუ როგორ ეს ცვლილებები იქცა გამანადგურებელ დანაშაულად იმ ღამით, როცა იდგა სანთლის შუქთან. მისი სახე იყო დაღლილი, ხელები კანკალებდა, არა მხოლოდ დაბერების, არამედ მუდმივი სიმძიმისგან, ბარბაცით მოძრაობდა, თითქოს სხეული შეინარჩუნებდა რაღაც სენაკურ მეტყველებას, რომელიც ვეღარ ატარებდა მოულოდნელად მოხვედრილ დაშვარას. და სწორედ ამ სხეულის დაცემა, ეს ყველასათვის ხილული ნიშანი, იყო ის ძაფი, რომელსაც ჩრდილოვანი ჯგუფი იყენებდა, ვინც ფლობდა ჩანაწერებს მის მდგომარეობაზე, ფლობდა ბერკეტს, ვინც ამ ბერკეტს ამოიღებდა, შეიძლება შეეცვალა ყველაფრის გამოსავალი. წარმოგიდგენთ, რომ 1993 დეკემბრის ბოლოს ის არ ჭამდა თითქმის არაფერს, ეს არის განსაზღვრული სიმბოლო, ნიშანი იმისა, რომ ადამიანი, რომელსაც ოდესღაც ჰქონდა ყველა სარეზერვო ძალა, ახლა ეცვლებოდა. ეს ყოველდღიური ჩვევა, ეს ხილული სისუსტე, ხდებოდა საშუალება. ოჯახის წევრები იხსენებენ, რომ მანანა ბევრს ეფიქრა მის გარეგნობაზე და ამბობდა, რომ ეს ყველაფერი მოუწოდა ქვეყნის სიმძიმეზე, მაგრამ ამავე დროს ის, ვინც ფლობდა სამედიცინო ჩანაწერებს, ფლობდა მის ამ სისუსტის სრულ სურათს. ძალაუფლების ფიზიოლოგია ამ შემთხვევაში პირდაპირ გადაიქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად. და აქვე იწყება აფეთქებადი ნაწილი, სამედიცინო ჩანაწერების მოძიება და არქივების ხმა. ოჯახური ჩვენებების, ასევე რამდენიმე ყოფილი დაცვის წევრის პარალელურად მოგვაწოდეს სიგნალები, რომ არსებობდა ფურცელი, რომელიც აღწერდა არა უბრალოდ წამლებს, არამედ დოზებს, ექიმების სახელებს და მკაცრ რეკომენდაციებს. ამ ფურცლის არსებობა არის ერთგვარი ბომბი, თუ გამოიჭრება ის შეყრის ძველი მითების ქვეშ მოქცეულ სიმართლეს და აჩვენებს, რომ მის ჯანმრთელობას მართავდა არა მხოლოდ ოჯახი, არამედ წყარო, რომელსაც ჰქონდა წვდომა და ინტერესი. არქივში შენახული იყო ჩანაწერები, სახელწოდებით პირადი ჩანაწერი და მათ ბოლოში იყო ცნობა, რომ რამდენიმე გვერდი სულ მცირე იყო გადაშლილი და შემდეგ გაქრა. არქივების მტკიცებულება აშკარად მიუთითებდა, რომ რამე, თუნდაც რამდენიმე ფურცელი, ამოღებულ იქნა სავარაუდოდ იმავე ღამით. ვინ? ეს კითხვა თავს გვაწვდის? მაგრამ არქივები არ მთავრდებიან მხოლოდ ფურცლებზე, ისინი შეიცავენ ასევე სამედიცინო შეკვეთებს, რეცეპტებსა და გაყიდვების კვალს, რომლებიც იძლევა ხაზს, ვინ აწვდის წამლებს, ვინ იწერს და ვინ იღებს. ეს ტრეკი მიდის არა მხოლოდ ერთი ექიმისაკენ. ზოგი მიუთითებს, რომ პაციენტის სახელით იყო გამოკვეთილი მცირედი მედიკამენტები, ხოლო საყურადღებოა, რომ რამდენიმე ჩანაწერი იყო შინაგანად დაშიფრული და ხელი მიუწვდომელი აღმოჩნდა მხოლოდ ზოგიერთზე მდგომ ინსტანციას. ბევრი ფურცელი ასევე შეიცავდა ჩასმულ ბეჭედს, რომელზეც წითელი მელნით იყო დატანებული რაღაც, რაც ჰგავდა პირად ჩანაწერს. არქივის ნაწილი, რომელიც არ უნდა არსებობდეს, აღმოჩნდა, მაგრამ შემდეგ გაქრა. აქვე ჩნდება მძაფრი კითხვა, ვინც მართავდა მის მედიკამენტებს და ვინც აკონტროლებდა ჩანაწერებს, იყო ეს მხოლოდ ოჯახის საქმე თუ იქ იყო სხვა ძალა. დაცვის წევრების საუბრები ნელ-ნელა აწყობს ახალ ფენას, ისინი ამბობენ, რომ არსებობდა ადამიანი, რომელიც ეხმარებოდა ორგანიზებასა და ინფორმაციის მიწოდებას, ადამიანი, რომელიც არ იყო ოჯახის წევრი და ავალებდა სხვებს არ გასწლოდნენ მის გარშემო. ამიტომაც არქივის სიმართლე არა მხოლოდ იურიდიული კითხვა, ეს არის ადამიანის ცხოვრების უფლებანაც და პოლიტიკური გავლენაც. თქვენ რას ფიქრობთ, შეიძლებოდა თუ არა, რომ მედიკამენტების და ჩანაწერების გათვალის მიღებით ვინმე მნიშვნელოვნად მართავდა მოვლენებს? ჩვენ რა კი ვსაუბრობთ არქივთან დაკავშირებულ გაუსაძლისობაზე, უნდა დავამატოთ დეტალი, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე გვერდი, რომლებიც მოსინჯულია როგორც სასიცოცხლო ჩანაწერი, გაქრა იმავე ღამით. ეს ქაღალდი, სადაც მითითებული იყო წამლების სახელები და დროები, იყო ის, რაც არის მთავარი კავშირი არა მხოლოდ მის ჯანმრთელობასთან, არამედ იმასთან, ვინ ჰქონდა წვდომა მასთან. არქივის ამოღება იყო ორგანიზებული და, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური ბალანსი ამბობდა, რომ არაფერი უცნაური არ მომხდარა, ბევრმა ყოფილი თანამშრომელმა თქვა, რომ ამოღება მოხდა ჩუმად, სწრაფად და მიზანმიმართულად, როგორც ხალხის იმპროვიზებული მოქმედება, რომელსაც ჰქონდა გარკვეული ცოდნა. ეს არქივის ეჭვი არის ერთგვარი ანთხი, რომელიც ანთებს სხვა შეკითხვებს, რამდენად გავლენიანი იყო ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ამ ფურცლების მოშორება. და ისევ თავს გვიზის კითხვა, რომელიც აიძულებს გაფართოებულ სუნთქვას, თუ მედიკამენტები და ჩანაწერები არ იქნებოდა ხელთა, როგორ შეიძლებოდა სცენარი შეცვლოს. იქნებ ეს ქაღალდი იყო მიზეზი იმისა, რომ ერთმა ჯგუფმა გადაწყვიტა ისე მოექცეს, როგორც მოექცა, იქნებ იქ იყო ადამიანი, რომლისთვისაც ცხოვრება და პასუხისმგებლობები მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული იმაზე, ვინც იცლიდა ფურცლებს.
ეს მხოლოდ თეორია არ არის, ეს არის ლოგიკური დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს იმ ფაქტებიდან, რომ ჩანაწერები გაქცეულან, რომ მათი შემცირება ჭეშმარიტებას შეცვლიდა და რომ ამჯერად მის სხეულსა და მის იხმას შორის დარჩა მხოლოდ რამდენიმე ფერხული, რომლებიც ახლა ჩვენ ვცდილობთ ამოხსნათ. ამგვარად, აქ თვალშისაცემია ფიზიოლოგიისა და არქივის გზაჯვარედინი. სხეულის დარღვევა, ნახტომის სიცოცხლის ჩაკეტვამდე და ინფორმაციის გაქრობა, ყველა ეს ფენომენი ერთმანეთს აძლიერებს. და ახლა როცა ჩვენ მივყავართ ამ ამბავს პოლიტიკურ ასპექტზე, ანავთარეს კოლოსალური კითხვა, ვის აწყობდა რომ ეს ჩანაწერები არ იჩქარებოდეს? ვინ იყო ის, ვინც გამოიმუშავა ამ სტრატეგიას და რის გამო შეიქმნა ის ძალა, რომელიც შეძლებდა ასეთ შუმად განხორციელებას? ეს პაზლის ბოლო ნაწილი მივყავართ პირდაპირი კუთხით, ვის აძლევდა ხელს? ვის სარგებლობდა ამ ღამის შედეგით, არ იყო მხოლოდ ერთი პირი. პარადოქსია, მას საფეხურებზე ელეოტებოდა ჩრდილია, მაგრამ რეალურად ერთმა ადამიანის ძალაუფლებამ მოიპოვა ახალი ხარისხი. ერთი სახელით შეგვიძლია დავიწყოთ, ედუარდ შევარდნაძეს სახელი, რომელიც მრავალი მოწმის ჩვენებასა და იმდროინდელ დოკუმენტებში ფიგურირებს როგორც მთავარი პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი, მაგრამ ვის აძლევდა ხელს გვეუბნება უფრო ხანგრძლივად და კომპლექსურად. ვინაა ის პიროვნება, ვინც გარდაცვალების შემდეგ მიიღო ყველაფერი, ვისაც ფიზიკურად ძალიან სწრაფად შეიცვალა პოლიტიკური პლატფორმა, ვისთვისაც ეკონომიკური და ადმინისტრაციული ბენეფიტი გაჩნდა? შევარდნაძის ხელისუფლება იმ პერიოდში აქტიურად აგებდა ვერსიას, რომელიც აკისრებდა პასუხისმგებლობას არა აბსოლუტურ მკვლელობას, არამედ იმაზე, რომ გაუჭირვებით გამოწვეული ტრაგედია იყო პიროვნული ანგარიშის შედეგი. ამავე დროს განიხილებოდა სხვა ფაქტორები, ახალი ძალაუფლება, რომელიც სწრაფად წარმოიშვა პოლიტიკურ ვაკუუმში, ეკონომიკური შეცვლები, რომლებიც ახლად ჩამოყალიბებულ რეჟიმს აძლევდა კონტროლს ცენტრალურ რადებსა და სახელმწიფო საკუთრებაზე, მონეტარული და კადრული გადანაწილებები, რომლებიც სწრაფად მოხდა. შედეგად ერთი კონკრეტული ჯგუფი, ახალი მმართველობა, მიიღო არა მხოლოდ ბერკეტები, არამედ იმიჯი, რომელიც უჭერდა არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სამართლებრივად. მაგრამ ვის აძლევდა ხელს ხსნის უფრო დეტალურად, იმის გამოსაძიებლად, ვის აწყობდა ეს ღამით მომხდარი, საჭიროა მივხვდეთ არა მხოლოდ პოლიტიკური დონეებს, არამედ ეკონომიკურ ბილიკებს. ვინც მართავდა არქივებს და მედიკამენტებს, როგორც ჩანს იყო წვდომის სქემაზე დამოკიდებული, ვინც მიუწვდომელი იყო იმავე ჩანაწერებით, გაქრა ინფორმაცია, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს პასუხისმგებლობის გადანაწილება. შედეგად ახალი ძალაუფლების წარმომადგენლები სწრაფად აკონტროლებდნენ რესურსებს და იკავებდნენ მნიშვნელოვან პოზიციებს სახელმწიფო სტრუქტურებში. ეს იყო არა მხოლოდ პოლიტიკური მოგება, ეს იყო ხელშესახების სარგებლობა, ხელშესახები ხელმოწერები, კონტრაქტები და ძალაუფლება, რომელიც ატარებს პასუხისმგებლობის ახალ სტანდარტს. ასევე არ უნდა დავავიწყდეს მორალური ელემენტი, როდესაც ერთი პირი იღებს ყველაფერს, ვისაც შეუძლია ამის უფლება და ვინც გრძნობს, რომ ამით საზოგადოებას ეძლევა ახალი მიზანი, ეს იწვევს კითხვა, იყო ეს ერთმნიშვნელოვანი გამარჯვება, თუ ეს იყო სახიფათო შეთანხმება? შესაძლოა, ვინც სარგებლობდა, დაინახა საკუთარი შესაძლებლობები, გაამხნევა თავისი გუნდი და გარდაიქმნა ახალი ელიტა. მაგრამ ეს ყველაფერი ხდებოდა იმავე ღამით, როცა გარეთ ფართდებოდა ახალი წლის ორთაბრძოლები და შინაგანი საათი იგონებდა ბოლო წუთებს. აქ თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ვის აძლევდა ხელს არის ღრმა და მტკივნეული კითხვა, ის მიუთითებს არა მხოლოდ იმაზე, ვინც მოიპოვა, არამედ იმაზე, რამდენად მაღლა იდგა ახალი ძალაუფლება და როგორ გამოიყურებოდა ქვეყნის მომავალი იმავე თვალებისგან. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ აქ არის ირონია და პოლიტიკური სიჭარბე, მთავარი კითხვა რჩება ღია და სასიცოცხლო მნიშვნელოვანი, როდესაც ერთმა ჯგუფმა არიდა ზოგიერთი ჩანაწერი სიმართლეს და როდესაც ახალი ძალაუფლება სწრაფად მოიპოვა სარგებელი, ვინ უნდა ითხოვოს პასუხი? ეს კითხვა ეხება თითოეულ. სეკრეტი ქაღალდთა კოდით დაწყებული ამბავი იწყება როგორც სინათლის ბოლოს ხივი ლამაზ, მაგრამ საზარელ ჭიშკარში. ერთ ღამეს, როცა ყველაფერი უნდა დარჩენილიყო პირადში, იქ ჯიხაშკრის ერთ ძალიან პატარა ოთახში აღმოაჩინეს დოსიეები, რომლებიც არ უნდა არსებობდეს, ფურცლები ლათინურად აღრიცხული, პირადი ბეჭდებით, ნომრებითა და საშინლად სპეციფიკური ჩანაწერებით. ამ დოკუმენტებს ეჭვი გასჩენოდათ, რომ მათში ეწერა არა მხოლოდ მისი სამედიცინო ვრცელი ნოტები, არამედ გეგმები, კოდები და პირადი მითითებები, რომლებიც ამაზე უშუალოდ მიუთითებდნენ, თუ ის ჰქონდა მასზე წვდომა. იმავე ღამით ისე მოულოდნელად, როგორც დაქანებული ჩირაღდანი იხატავს თავის შუქს, ეს ქაღალდები გაქრნენ, ისინი გაუჩინარ და ისე, თითქოს თავად სიბნელე მოიხმარა მათ. ამ გაქრობის იდუმალი ყველაზე ინტენსიური დეტალი არის არა მხოლოდ მათი არსებობა, არამედ მათია იმ იშვიათი ნიშნების ყოფნა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ვინმე იცნობდა მის პირად ფარდობას მკურნალობის, წამლებისა და წაყვანის გეგმების შესახებ.
კითხვა წამსვლად იბადება, ცივი, ორთაბრძოლაში დაბნეული, ვის აწყობდა ამ იკვლევის ქაღალდების გაუჩინარება და რა იცავდა ამ გადაწყვეტილებას. ჩვენი აღმოჩენა იწყება ფიზიკური არტეფაქტებით, ქაღალდთა გადასაკეთში, მხოლოდ ნაწილობრივი ტექსტით და წითელი ბეჭდით გვერდზე. ასეთი ველი შეიძლება ჩანდეს უბრალო ფენომენად, მაგრამ აქ არის უფრო ღრმად მოქნილი ნიუანსი, ბეჭდის ფორმატი და ენა მიუთითებდნენ პირად, არა საჯაროდ ჩანაწერად. ეს იყო ჩანაწერი, რომელიც თუ საზოგადოებისთვის გახდებოდა ხელმისაწვდომი, შეცვლიდა არა მხოლოდ ვერსიას იმისა, რა მოხდა ამ ოთახში, არამედ შეცვლიდა პასუხისმგებლობის ზოლებს იმ ადამიანთა შორის, ვინც იმ ღამეს იქ იდგა. ამ დოკუმენტების დანაკარგი იყო როგორც სამართლებრივი, ისე ემოციური პირზე მიბმული ტრასა, ოჯახის თვალში ცირცხლი და გაურკვევლობა, სახელმწიფო თვალზე მტკიცებულების მოშლა. ჩვენ შევძლებთ მხოლოდ ნაწილობრივ ავწეროთ ის, რაც ქაღალდებზე ეწერა და ამიტომ ყოველთვის დარჩება შავი სივრცე, რომელიც იწვევს ახალწრეს კითხვებისა. როგორც ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა, ესაც მოთხოვნით მოჰყვა კვლევას, ვინ მათ წაიღო და რა ბერკეტები ჰქონდათ მათთვის. თუ ეს დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ, თუ მათში იყო სახელები იმ ადამიანთა, ვინც აკონტროლებდა წამლებსა და სეანსებს, მაშინ მათ მოშორებას საინტერესოდ მოჰყვებოდა არა უბრალოდ ქაღალდის გამორბენა, არამედ ბერკეტის გამორთმევა. თუ რომელიღაც ადგილი, რომელზეც ადრესატი იყო ჩაწერილი, არ შეესაბამებოდა იმ პირებს, ვისი სახელებიც ფილტრში გამოჩნდა, მაშინ ეს იქნებოდა მტკიცებულება იმისა, რომ ვინმე იცავდა იმ ზონას, მომხმარებელთა წრეს. ამ აღმოჩენებიდან გამომდინარე, ყველას უჩნდება შიში, რომ იქ, სადაც ქაღალდი გაქრა, იმავე ღამეს გაქრა შესაძლებლობა პასუხის მოპოვებისა. რეკონსტრუქცია იწყება ისედაც კარგად ცნობილი დეტალებით, ფურცლები იპოვეს ოთახში, შემდეგ გაქრა, ბეჭედი მიუთითებდა პირად ჩანაწერზე, იმავე სივრცეში იპოვეს იარაღისა და ბალიშის ფრაგმენტები, მაგრამ არა მთლიან გასაღები, რომლის თხოვნა გააღიზიანებდა ნამდვილ მიზანს. აქ მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ფიზიკური დანახვა, არამედ პოლიტიკური კონტექსტი. რადგანაც იმავე ღამეს იყო დაცვა, იყო პრემიერ-მინისტრი და კიდევ რამდენიმე პირი, იმავე ხელთარსებული ინფორმაცია ადასტურებს, რომ წვდომის წრე იყო საკმაოდ მჭიდრო. სწორედ ეს მჭიდრო წრე ქმნის პასუხის ჯაჭვს, თუ ფურცლები გაქრა ერთი შეხებით, მაშინ მოცემულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა და მყისიერი მოტივი მიიღონ ეს გადაწყვეტილება. მაშინ მიჩნდება კითხვა, რომელიც წევს პირდაპირ თქვენს გულთან, თუ ქაღალდები შეიცავდნენ საჩვენებელ მტკიცებულებებს, ვის აწყობდა მათი გაანადგურება და როგორ გადაემყარებოდა ამის შედეგი ქვეყნის მომავლის კონტურში? ჩვენი ხილვა არ არის საბოლოო. არის კიდევ სხვა ფრაგმენტები, სტრუქტურული და ჩანაწერების კვალის სახით, რომლებიც მართავენ ჩვენს აზროვნებას. რამდენიმე მოწმე ამბობდა, რომ ნახეს ფურცლები სოლიდური მეთოდით ჩამოყალიბებული და შემდეგ მათ შორის ერთი ადამიანი გამოსულა ოთახიდან რაღაც ტვირთით ან ჩანთით. სხვები ამტკიცებდნენ, რომ ფურცლები უბრალოდ ეუფლებოდა ნაზად და სწრაფად, ისე როგორიც ქარს ეკიდება ფოთოლი. ამ ჩვენებების ერთმანეთისაგან განსხვავება არის გასაგები და ამავე დროს საშიში. ისინი გვიჩვენებენ, რომ ინფორმაცია არ იყო მკვეთრად განაწილებული, მაგრამ როგორც წესი, სწორედ ამ გაურკვევლობამ შექმნა სივრცე პოლიტიკური მანიპულირებისთვის. ვინ შეგვიძლია დავასახელოთ პასუხისმგებლად? ეს კითხვა გვიკრავს ახალ სტატუსს, ის გვიბიძგებს გვიფიქროს არა მხოლოდ იდენტიფიკაციაზე, არამედ მოტივაციისა და შესაძლებლობის სინთეზზე. როცა დოკუმენტები გაქრებიან და აშვებულია, რომ ერთად უჩინარდებიან მახასიათებელიც, სიმართლე და პასუხისმგებლობა. თუმცა გაქრობა თავისთავად არ არის პასუხი. ის არის მომენტი, რომელიც გულისხმობს გადაწყვეტილების გამოხატვას და ერთი მთავარი საკითხი რჩება შემდეგი, ვინ გააკეთა ის არჩევანი და რატომ? იყო ეს გადამწყვეტი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავდა ქვეყნის დაცვის, ან პირად ინტერესს? ან იქნებ ეს იყო მცდელობა გადაარჩინოს ერთი ადამიანის სახელი და ღირსება იმავე ჭუჭყიანი პოლიტიკისგან, რომელიც სურდა მას დაესვა ბეტონში. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ, დაკარგული დოკუმენტები მხოლოდ ქაღალდია, თუ ისინი იყვნენ ბოლო ბერკეტი იმ სიმართლისთვის, რაც უნდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოებრივ ცნობიერებაში. და საბოლოოდ, როცა ამბავი ბრუნდება სახლში და კითხვის ცეცხლი ერთბაშად იჩენს თავის ცეცხლს, ჩვენ მივმართავთ თქვენ. გაიხსენეთ, რომ ამ დოკუმენტების შემცირება არ არის მხოლოდ ისტორიული ცნობა, ეს არის მოქმედება, რომელიც განსაზღვრავს ნარატივის მიმართულებას. თუ ქაღალდები გვატყუებდნენ, ან თუ ისინი გვეუბნებოდნენ ახალ ფაქტებს, ვინმეს ჰქონდა მიზანი და საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. მაშ, პასუხი ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით არის თქვენთან მიმართებაში, ვის უნდა სჯეროდეთ, როცა ქაღალდები გაქრნენ და ვის სჭირდებოდა მათი გაუჩინარება უფრო მეტად, ვიდრე ისტორიამ თავად ეს პასუხი გაეცა?